ასაკობრივი ლახები როგორ უნდა იკურნალოთ სახლის პირობებში. დღეს გეტყვი სახლის პირობებში რა შეიძლება გააკეთო. ადამიანი ბევრი ფული ხარჯავს მაგის კურნალობაში. ბევრი კრემები, ბევრი ქიმიები, ანუ 1000 რამე იკენებს და მე უფრო უარგესად დაიმართება ეს პიგმენტური ლახები და ასაკობრივი ლახები. მეგობრებო, ჩვენი კანი არის მჟავა, ანუ მჟავისკენ მიდრეკილი, acidic. თქვენ თუ იკენებს სხვადასხვა კრემი, რუტინები, ერთი კრემი ზევიდან მეორე კრემი, ეს გახდება ტუტე და ჩვენ არ გვინდა ეს ტუტე გარემო სახის კანის არ უნდა. ჯოგი ფიქრობს, ეს ყველაფერი არის მძისგან, მაგის გამო იკენებს მძის დამცავი, კი ბატონო, მძის დამცავი კაია, მაგრამ მძის დამცავი პიგმენტური და ასაკობრივი ლახებს არ შველის და იმის გამო არც მზეში მიდიან და ფიქრობ მზე დააშავეს ჩვენი კანის აბერებს და მერე D ვიტამინის საშენისიტია მერე და მერე პიგმენტური ლახები და ეს ასაკობრივი ლახები უფრო იმატება. ეს D ვიტამინის ნაკლებობისგან უფრო გამოდის. ბოლომდე უყურეთ ის ვიდეო, სახშივე შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. 15-20 წლის ადამიანი და 60 წლის ადამიანი, როცა მზეზე მიდიან, იმ 15-20 წლის ადამიანს ეს ლახები არ გამოჩნდება არადროს და 40 წლის, 60 წლის, 70 წლის, ან 80 წლის ადამიანს უცბად ეს ლახები გამოჩნდება. ჩვენი კანში ჩვენ გვაქვს მელანინი, ეს პიგმენტი, რომელიც აძლევს ადამიანის თავისი ფერი. მე წემი ფერი, ზოგი უფრო თეთრია, უფრო შავია, ეს არის მელანი. და ჩვენ გვაქვს უჯრედები, მელანოსაიტს ხუია მაგას, რომელიც აკეთებს ეს მელანინი. და მეგობრებო, ეს მელანოსაიტის უჯრედები რო არის 15 წლის ადამიანისთვის სხვანაირად მუშაობს და ნელ-ნელა ასაკით რომ მიდის ადამიანი, ასაკში რომ მიდის 60, 65, 80 წლის დაჯერ ქელებშიც კი დაიწყებს ეს ლახები. ეს მელანოსაიტის უჯრედები შემჭირდება და შემჭირდება. მაგრამ თუ ადამიანი იგებს საკმარისი D ვიტამინი საჭმელით, დანამატით, მაშინ დიდი ხანი შეიძლება ეს ქელებზე და სახეზე ეს ასაკობრივი ლახები არ გამოჩნდე. მაგრამ D ვიტამინი ესე არის დაპოპულარებული, არ შეიძლებაო მეტი მიგება, მზეზე მიდი, მზეზე და საჭმელით გამორიცხულია დღეს, რომ ადამიანმა მიიღო D ვიტამინის საკმარისობა. პანდემია სავით არის ყველა ადამიანს აქვს აქცრების ტკივი. D ვიტამინი არადროს არ სინჯავენ. D ვიტამინს უყურებენ ისე, რა. თურმე D ვიტამინის ნაკლებობამ იცის მერე ეს ასაკობრივი ლახებიც, თმის ცვენაც, საქცრების ტკივილიც, დეპრესია, სტრესი და საჭმელის გადამუშავების პრობლემები, სხვადასხვა პრობლემები, კუჭის პრობლემები, კუჭის მოხმედების პრობლემამდე. მეორე მეგობრებო, თქვენ რო დაჭეროთ შუაში ერთი ვაშლი და ერთი ვაშლში გააკეთე ლიმონი და მეორე ვაშლი დადე ისე. ეს ერთი რომელში ლიმონი არ არის გაკეთებული, ეს გაშავდება და მეორე დარჩება ისევე ისე, ვითომ ეხლა დაჭერი. ეს რატოა? ანტიოქსიდენტია. ადამიანი რო დაიბადება, იმის მერე ოქსიდაცია კეთდება. ანუ იმიტომ ეძახიან ანტიოქსიდენტი. საჭიროა ეს ანტიოქსიდენტებით მიგება. ანტიოქსიდენტები როგორ შემჭირდება? ადამიანი ყოველდღიური სტრესში არის, იმდენი მანქანა, ცუდი ჰაერი, ცუდი წყალი, იმის გამო ოქსიდაცია კეთდება და როცა ოქსიდაცია კეთდება, მელანინი უფრო მეტად, ანუ მელოსისი ფერმენტები და უჯრედები კარგად არ მუშაობს და ადამიანის, ნებისმიერი ადამიანის, როცა ასაკში მიდის, ლახები გამოჩნდება. თქვენ ხო უყურებს ტელევიზიებში, აი მე რა კაი კანია, რას აკეთებს, ახალგაზრდა გამოიყურება. ყველაფერი ანტიოქსიდენტი და ვიტამინების თამაშია, მეგობრებო. ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდენტი რა არის? არის D ვიტამინი. D ვიტამინი არის ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდენტი, რომელიც იცავს ჩვენი კანის, რომ ეს ასაკობრივი ლახე არ მოვიდე, მაგრამ ადამიანი არ იგებს.
ან თუ იგებს ძალიან დაბალი დოზით იგებ. სხვადასხვა ძველი კვლევების გამო არის 600-იანი, 500-იანი IU ყოველდღე ერთი თვე, მე უნდა შეჩერდე. მეგობრებო, 50,000-იანი კვირას იწირდება. ეს იგივეა, რომ თქვენ 1 საათი მზეზე იაროთ. იმდენივე იგებს თქვენ მზეში. მაგრამ თუ იგებთ თქვენ ესე კაფსულით ფორმით, ეს ტოქსიკური როგორ არის? 1 საათი მზეზე იარეთ, დიდი ეს ნაწილები ყველაზე უნდა შევხვდე მზეზე, იმდენი იგებს ერთხელ თუ 10,000-იანი international unit IU თუ მიიგებ. არ არის ტოქსიკური. პირიქით ასაკისკენ სიბერისკენ რომ მიდიხარ, პირიქით კაია საქცრების ტკივილი, arthritis-ი და ეს ასაკობრივი ლახე არ გამოჩნდა და კანი იყო კარგი. ანტიოქსიდანტი არის მეგობრებო, საჭმელში შედის. ბოსტნეულში შედის. ამლა არის ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტი, C ვიტამინის პირველი წყაროა. მეორე, ნებისმიერი ხილი. ხილი, რომელიც მარწყვი, შავი მოცვი და სხვადასხვა ბოსტნეული, ბულგარული, წითელი ბულგარული, მწვანე ბულგარული, ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც გაძლევს თქვენ კარგი კანი. თუ გააქვს ესეთი ლახები, გინდა კანზე, გინდა სახეზე. რა უნდა გააკეთო სახლის პირობებში, ეხლა რა შეიძლება? მაწონი მეგობრებო, სოფლის სუფთა მაწონი. ყოველდღე ძილის წინ სახეზე გააკეთე, 15-20 თუთი დატოვე და თბილი წყლით ჩვეულებრივად დაიბანე. ერთი თვე ესე გააკეთე და მერე ნახე სარკეზე პირველი დღე რო გააკეთე, ესეთი როგორი სახეა და 20 დღის მერე როგორი ეს იქნება. ოღონ D ვიტამინის საკმარისი დოზა უნდა მიიღოთ, საჭმელებში ანტიოქსიდანტები ეს ხილი და ბოსტნეული, ყველაფერი ხორცი, თევზეული, ყველაფერი, სადაც შედის ძინკი, იმიტომ ძინკის საჭიროა კანის ჯანმრთელობისთვის და თუ უფრო ცუდი დღეშია კანი, ეგეთი ლაქები გაქვს, შეგიძლია ცოტათი დაამატო იქ კურკუმა. კურკუმა უფრო ძლიერი გახდება ეს მაწონში შედის ლექტიკ მჟავა მეგობრებო, რომელიც ზუსტად იგივეა, რომელიც ბუნებრივად კანის ფორმა არის. ლექტიკ მჟავა. გააკეთე ეს პროცედურა, D ვიტამინი და ანტიოქსიდანტები ხილი და ბოსტნეულით, ერთი თვის მერე თქვენი კანი იქნება სხვანაირი და ისე გააგრძელეთ, მერე თქვენი კანიც იგივე იქნება, როგორც თქვენ უყურებს სხვას, რომ რა კარგი კანია. კარგად და ჯანმრთელად.